პროები მოგესალმებით, ეს არის მორიგი ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელმაც პირველმა გადაიღო ეს ფორმატი საქართველოში, მაგრამ შემდგომ რატომღაც გაჩერდა და მაგას ისე რქვა, რა ქვია, აქციები რო დაიწყო და მერე გავჩერდით ყველანი. ხო, მაგას ერქვა და გადაცემას ერქვა მატყუარა, ჩვენ გვქვია ვინ იტყუება. ხო, რაღაც ეგეთი ისაა. კი. კი. ვერა. კი. კითხვა რა იყო? შეძლებს 100 ადამიანი ერთი გორილას დამარცხებას? მიცი რა არის? ჩვენ სამეოს კი გვიწერია და შეგიძლია ვერა. დაიწყე მსჯელობა. რატო გიწერია ვერა? ბიჭო, ნახე როგორ რაღაცა არის. ანუ 100 ადამიანი რომ მივიდეს ერთად, კი. მაგრამ მე ეს გავიაზრე როგორც ანუ მიდის სათითაოდ რა და გორილა ცოტა უფრო ესეთი არის. მოზვერი არის ვიდრე ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ადამიანი. ხო, მაგრამ კითხვა არის 100 ადამიანი მოირება თუ არა? ხო, მაგრამ ერთად არ წერია. არა, ნუ ეგ იგულისხმება. გულისხმება. გატოიფიქრე. ბიჭო, რავი, ანუ მე გონია ხოლმე რომ ზოგადად დუელი თუ არის, უნდა იყოს ესე რომ თქვა ჩესნი რა. ვასკაცული არა, ერთი-ერთი. გორილასთან უნდა იყოს, ანუ 100 კაცი ხართ, დაიღლება სადღაც წესი დარეგით, მაგრამ ვერ უნდა დაიღალოს. მე რა მგონია, იცი უყურე, როგორ წარმომიდგენი ეგ ჩხობი რა. 100 კაცი შევარდება ამ გორილასთან. არა, ერთიანი ეგრევე გადაული. არა, ერთიანად შევარდება, მაგრამ გორილა ერთი, ანუ ამოარტყამს რამდენიმეს, ერთი 10 შეეშინდება, ზოგი გაიქცევა რაღაც და კიდევ შეიძლება შანსი ქონდეთ, მაგრამ გააჩნია იმას ადამიანს რა. მაგასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ მე ისევ და ისევ ამბობ, რომ ანუ საშუალო სტატისტიკური ტიპი რა ვიყოთ ახლა. მე და შენ მივიდე გორილა, რავი. მე და შენ და ჩვენნაირები. გაიხსენე გეხვეწები, არ გაქვს მაინც ინციდენტები ნანახი, მაშინ ზოოპარკში რო არის, გორილასთან რო ჩავარდება ვიღაც და ეგრევე რო გადამაშვა. და ეგრე სათითაოდ რომ მიდის ტიპები, ხო, იასნა გადათელავს. იმას ერქვა? ჰარამბე იყო ეგ, ხო. ჰარამბე იყო, ხო. რიპ რატომ გონიათ რომ მაინც და მაინც ძალადობრივი რაღაც უნდა იყოს? ჭკუის აჯობებ ერთი ადამიანი. მოიფერო შეჩემო. არა, რაღაცა უნდა გაიგო. კითხვა რა იყო? რა? კითხვა რა იყო? 100 ადამიანი მოერევა თუ არა იმას? ხო, მაშინ მოირევაში? ხო. მოერევა, კი, მაგრამ მაგას გეუბნებით რომ იქნებოდა 10-იც მოერევა. როგორ? რავი, რაღაც ანუ იმით განსხვავდებით რომ ჭკუით აჯობო. ანუ ეხლა ნახე, მე დაჟე მაგას ესე გეტყვი რომ ანუ 10 ადამიანი ერთად რომ მოვიდეს გორილასთან მოერევა, მაგრამ სათითაოდ ვერა. სათითაოდ? არა, შენ მე მგონი სხვა კითხვა გქონდა. შენ ეხლა ძალიან ცუდი იმაში ვარ, პოზიციაში ვარ, ვერა მიწერია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იცი ვისოლში არის? Attack on Titan-ში რო founder ტიტანია. ეგ აიჩიტა, და უნდა რომ შეგვისულოს. კაი, 3 2 1 ოზი. თქვი რა შენ იქა? ბიჭო, ხო, იმიტომ რომ გამიჩალიჩა ვიღაცამ, იმიტომ რომ ვერა დაწერეო. რა ვერა დაწერე, ბიჭო, რა ვერა. ვიღაცას, ანუ ჩიტო ვერა მაინც ყოფილიყო, რაღაცას მაინც ვიცი რომ შენი შედგენილია, მაგიტო გიყურებ რა, ვერა, ბიჭო, გააგდეთ ეს. კი, უეჭველი გავაგდეთ. მოდი, ეს ხოთა შორის. მე კი არ, მოდი აქ შენ, მოდი აქ, მოდი ბიჭო, მოდი აქ. ხოთა შორის ყველა სტუმარი გვეუბნება რომ პროდიუსერი გააგდო და ესე იგი კაი პროდიუსერი ვყავს. მოდი, ჭამე ეს. თქვენ გაგიმარჯვეთ, მეგობრებო. და არხის გამოიწერა მაგრამ. ახი გამოწერილი თუ არა აქვს, რასაკეთებ? რატო ბევრი ხა გიყურებს, ვინც ეზარება და ოზი გავიგე მე შენზე რომ ძალიან მაგარი ვიდეო გადაიგე, სადაც ძალიან სკანდალური რაღაცა ხდება და არ დებსო და რატო არ დებ? ბიჭო, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიღაცებზე წამოვიდეს ცოტა ნეგატივი. ვიღაც გოგო მონაწილეობს და რაღაცებს აკეთებს ვიდეოში და სიმართლეა? ბიჭო, კი. ბიჭებიც არიან სხვათა შორის მაგ ვიდეოში ეგეც. კიდე კაი. ცნობილები არიან თუ ისეთი ბიჭებია? კი, ზოგი ნაკლებად, ზოგი არა. ის გოგო ვინც არის? ვისაც გააკეთა. რა ფერის მაქვს? კარგი. გამსიმაღლეა და რაღაცეები გითხები. ფორმები. კიდე აი ჰაიპი შევქმენი შენს ვიდეოზე, რომელიც ალბათ არ დაიდება არაფერს. არ დაიდება, იმიტომ რომ არ მინდა ნეგატივი წამოვიდეს, ვინმე სხვაზე თუ ნეგატივი იქნება, ჩემს წამოვიდეს ისევ ეგჯობია რა. ჩვენ მაინც გვანაა ეგ. მაგაზე ბაზარი არაა, განახევთ მე მაგრამ. მაგრა დავინტრიგდი. მოყოლით ვიცი რეები მოხდა მაგ ვიდეოში. ესე ძალიან მაგარი ის გაქვს კეპი, ოზი. მიშაკებების ექსპერტია. კეპზე ვანძრა მე მაგიტო. ბიჭო, თლადეგრეც არ მინდა ეხლა ამ კეპზე როქნა, მაგრამ. ფლეში. ბეტმენი. შერლოკი. შერლოკი? სუპერმენი. კითხვა რა? What? კითხვა რა იყო? რომელ გამოგონილ პერსონაჟს გაუცვლიდი ცხოვრებას? ალბათ თქვენ ორმა უნდა იმჟევოთ ეხლა რა. ორივე. ბეტმენია ბიჭო. ხომ არა ბეტმენი. ოკეი, მაგრამ შობლები და უხოცეს თვალწინ ბიჭო. მაგრამ მილიარდერია. ხო. შობლები და უხოცეს თვალწინ პატარა რო იყო. გავიგი, კაცო, გავიგი, ბეტმენზე არ ვსაუბრობ, მოდი ჯერ შენზე ვისაუბროთ. კაი, მიდი ისაუბრ. მე რა ვისაუბრო, შენ უნდა ისაუბრო. ანუ
ეჭვი რატო გეპარებათ იმაში, რომ შერლოკს გაუცვლიდი ცხოვრებას, ანუ. ჯერ გვიხარი რატო? მე კითხავს დავსვა, რომ ვიქტორიანულ ბრიტანეთში რატო გინდა რომ იცხოვრო და აი კიდო რაღაცა. არა, არაფერი საკიდება არ მინდა, შერლოკად მინდა რომ ვიცხოვრო, ანუ შერლოკი იყო გამოგონილი პერსონაჟი, ძალიან მაგარი დეტექტივი, დედუქციის მეთოდი, ბეტმენსაც გამარჯობა, ჩემზე ლაპარაკო. ბეტმენი მასზე უკეთესი არის, ანუ მაგ თემაში რა. ხო, ანუ ეს უფრო რეალურთან მიახლოებულია და ძალიან საინტერესო кейსებია, როგორ ახლა სერიალით არ ვжелоб, ანუ ძალიან კაი, მოდი. მოიცა სერიალითაც ძალიან საინტერესო кейსებია. კაი, ეხლა მოდი შენ თქვი ერთი ორი სიტყვა მაინც დაგვარწმუნე ყოველ შემთხვევისთვის და ბიჭო, ნახე როგორი რაღაცა არის, ანუ ბეტმენობამდე ნახევარი გზა გავლილი მაქვს რა. აუ, რა ცუდი ხმურობა არის რა. არც კითხავ რატო. ხო, მოგვალ მილიარდები ხო და მილიარდები გამისწორდებოდა ეხლა რა და მაგამდეც მივალ იმედი მაქვს ოდესმე. ბიჭო, აი სუპერმენის ისა რა ქვია ცხოვრება. აი ცოტა ჩვენი შედარებით ისეთი პასუხი. ბიჭო, არა, ნახე როგორ რაღაცა არის. მანდაც ორი რაღაცა არის რა. ანუ ფლეშად ბაზარი არა გაგისწორდებოდა, მაგრამ ანუ ფლეშ ისეთი ისინი ყავს, რა ქვია, ვილენები ყავს, ვაფშე არ უნდა გისწორდებოდეს. სუპერმენს კიდე საერთოდ dark side-ი რომ მოგზდევს ყოველ წამს. იცი რა არის? კითხვა აი მეორე წამს. რომელ გამოგონილ პერსონაჟს გაუცვლიდი ცხოვრებას. ანუ ამისი უფრო რეალისტური არის რეალურად. ჩემ ანუ თქვენკენ supernatural რაღაცები არის. და შენ ჯოკერი დაგზდევს და ანუ კაი ხო მე რიდლერი და კაი კეთილი ბეტმენი არ ვიქნებოდი დავხოცავდი პროსტა და გამორჩა. სხვათა შორის სუპერმენსაც მშობლებთან ტრაგიკული ის აქვს, ნამდვილ მშობლებთანაც და თან მამასთან. მაგრამ ახლა ვუყურებ სერიალს Smallville. ვუყურებ კი. ხო და მაგიტომ აი ახლა ეს გამახსენდა პირველიდან. იქ ძალიან კეთილი ტიპი არის და რაღაცნაირია და სად არის კეთილი ტიპი? Smallville-ში? ხო, არა, ეგ კი. მაგრამ ლექსი რო ყავს იქ კუძე რო გაზის არც თუ ისე კარგი არის. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ლექსი არის, მაგრამ ეგრე ჩვენს ბოროტები ვიქნებოდით და მოუკლავდით ეგრე. ხო, არა, პროსტა ანუ ეხა მე ეშმაკის ადვოკატს ვთამაშობ, რომ ამასაც რაღაც შანსი ქონდეს. შენ ჰოუმლენდერი რატომ არ დაწერე? ბიჭო, ფიქრობდი. ან სუპერმენი გოიცა ჰოუმლენდერი ბიჭო ისე. სუპერმენი ამას მაგრაევას ამ ჯერ გვაქვს ნალაპარაკები რა. მე ერთ მიზეზი რატომაც დავწერე ფლეში იყო ის, რომ ყველაფერი სწრაფად გინდა გააკეთო? ერთადერთი რაღაცა რატომაც ფლეშობა არასდროს არ მომინდებოდა არის reverse flash-ი ძმაო. მაგისთანაც ცუდი ტიპი არ არსებობს მეორე. ანუ ეგეთი ცუდი ვილენი არ არსებობს რა. ამას რა როგორ ქვია მაგას? ედვარდ ტონი ხო. და ფოტოშოპ სერიალში ძალიან კაი ტიპი ასრულებდა მაგას, მაგრამ მევასებოდა. იცი რა არის? დროში მოგზაურობის გამო მივაწაკი მაინც ფლეშს. ხო, მაგისტვის ხო მესმის კაცო ახლა. მოდი, მე მეგონი მაინც არ გვინდა ბევრი საუბარი. 3 2 1 კოსტა. ფინი ხო იყო? არა, არ ვიყავ. შენ არ იყავი? არა. მე ვიყავ. სუპერმენის ცხოვრება მაინც არ თუ ისე კაია თქო ხო. ამის კითხვა ის იყო და შერლოკ ჰომსი დაწერა? ხო, და რა მე. შენ გიხარ აი შერლოკ ჰომსი ასეთში მაგმა მაინტერესებს. აი რომელი სუპერძავადი შენ გიხარ აიღო. რომელია საუკეთესო სუპერგმირი კომიქსების სამყაროში? სუპერმენი. პროდიუსერი გასაგდებია ეს მო. ბიჭო, ანუ იცი როგორი კითხვები არის, რო ანუ ერთი და იგივე კითხვა არის. სხვათა შორის ხომ დაგვიწერა კომენტარებში. რა, რო ეგვინდა. რთული იყოს რა. ბიჭო, რთული იყოს კი, მაგრამ მოდი ჩვენ ჭამოთ. უფრო ისეთი არის, რა ქვია, მან, როდესაც ჩვენ გვიწევს აქიდან თავის დაძვრენა. ხო, მაგრამ იცი რა არის, ანუ ხალხს როცადეთ ეგ უნდათ რომ მოდი სადეთო ის დაიცე რევერსული კითხვები რო ქონდა? ხო. ბიჭო, რევერსული კითხვები კი არა, ეხა მაგალითისათვის რა, რომელია შენი საყვარელი მომღერალი და ერთს რო შეხვდეს მაგალითისათვის შენი საყვარელი სერიული მკვლელი მენსონი შეიძლება რომ ჩაჯდეს ორივეგან გაიგე რაღაცა ეგეთი კვეთები უნდა იყოს და გაправება უნდა შეეძლოს ტიპს აქიდან თავისი იმითი რა. მე დავიწყებ ესე Dumbrell Magnificent Adventure in Hell. რა ჯანდება ეს. Battlefield 6. Astro Playroom. Vice City. ხო რა იყო. Vice City. რომელმა თამაშმა გაგაოცა. აი, რა მარტივად ოზი. რა, პროდიუსერზე გეთახვები. ეს მიდი უფრო ღრმად ჩაყავ. 100% გეთახვები პროდიუსერზე რა. იცი რა, Vice City გავიგო. ეს რა თამაში არის? ბიჭო, ეს არის ქართული თამაში, რომლითაც მოვიგეთ პრიზი. აუ, ეს საუკეთესო აუონეჩი რომ მოიგეთ? ხო, საუკეთესო ინდი თამაშის პრიზი მოვიგეთ და ამაზე შეუძლებელი არის რომ ეს არ დამეწერა, იმიტომ რომ მართლა ისეთი პროდუქტი არის, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს და ითამაშოს. ჯერჯერობით დემო შეგიძლიათ Steam-ზე გადმოწეროთ და ითამაშოთ თქვენს და გაუცდით, რამდენად კარგი შეიძლება იყოს ქართულ სტუდიის
მიერ გაკეთებული თამაში. ვაუ, ეს კაი სარეკლამო ის იყო მომეწონათ. ხო, ანუ სხვანაირად ვერც ვიზავდი ამას. მართლა. მიუხედავად იმისა, რომ Battlefield 6-ზე ჩავკვდი 2 დღე არის, როგორც კი წავედა. ხო, всё. არა, Vice City. მულტიპლეიერს თამაშობ თუ იმას? Story ცადე? ბიჭო, story დავიწყე, საქართველოს გადავიარე და მე წავედი multiplayer-ში ჩავკვდი უკვე Battlefield 6-ში. კოსტა, ხმის მიცემის garaში გითხარი შენი კითხვა რა? და ჩემი არ გიკვირ? შენ გიწერია? ასტროფეირუ. ბიჭო, არ მიკვირს ვაფშე არ მიკვირს. მე არ მოვაჩინე ეს 3 დღის წინ და მე შენ მეორე ნაწილი უნდა ითამაშო. შენ რომ მაგან მოიგო საუკეთესო თამაშის პრიზი. Game of the Year არ მიკვირს. ანუ მე პროსტა ინტერნეტი არ მქონდა სახში რაღაც არა, ეგეც ვიცი რომ არ გქონდა ზოგადად ინტერნეტთან ცნობაში და შევედი და მე ვაუ, ძალიან რაღაც ის იყო. ბიჭო, იმიტომ რომ კონტროლერი არის მორგებული PlayStation 5-ის და აი სულ შეუბერავდა რაღაცა. ანუ ეგ იყო PlayStation 5-ის სადემონსტრაციო თამაში ზოგადად რა შესაძლებლობები ჰქონდა და ძალიან მაგარი თამაში. იმდენად კარგი იყო, მე გამოვუშვეს მთლიანი. კაი, მოდი ქართულის გარდა რას დაწერდი? ესე ბიჭო, ეხლა ალბათ მაგაზე დავწერდი Battlefield 6 ბოლოს რაც იყო, იმიტომ რომ მართლა იმენა აი ეგრე ჩამითრიოს თამაშმა რთულია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამაშის შეფასება მიწევს ხოლმე. ხო. ზოგადად და ძალიან ბევრი თამაში მიწევს. შენ პროფესიონალი ხარ. პროფესიიდან გამდინარე, ხო და. კოსტა, შენ ასთან მოდი კითხორები. მე ჩემი კითხვა იყო, რომელია შენთვის ნოსტალგიური თამაშიო და ამას გაუ. გეთანხმები კიდევ ამას გაუჩალით ეს. გავშიგებით, იმენა გამიჩალით. მე მეგონა რომ კოსტაზე არ იქნებოდა რა, იმიტომ რომ სულ ნოსტალგიურ თამაშებს იხსენებს, სულ რეტრო თამაშებს ახსენებს ყველგან. 1-6 ეწერა, რომელიც სპასპა. ხო. აი მეთქი მარტივად წავიდე. CS2-ს დაწერდა გეგონა თუ? 1-6. აი 1-6 დაწერდა. მერაბ დვალიშვილი. დერეკ ლუისი. ადამა ტრაორე. შაკი ლონილი. გავიგე. კითხვა რა იყო? რომელი სპორტსმენი ითამაშებდა კარგად რაგბს და იგულისხმება სპორტსმენის სხვა ნებისმიერი სპორტი. აუ მე არ ვერკვევი UFC-ში და მე ხარ ვიცი. ანუ ანუ Black Beast იქვია ტიპს ნიკნეიმად. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახავი ტიპი არის ხოლმე ჩხუბშიც და პლუს ისეთი პერსონალიტი აქვს და ისეთი აღნაგობა აქვს, რომ რაგბში კაი იქნებოდა, მაგრამ აი მერაბ დვალიშვილი ძალიან მიყვარს. იცი რატო დავწერე მერაბ დვალიშვილი, იმიტომ რომ აი რაგბში ზუსტად არ მახსოვს რა ქვია იმ პოზიციას. ცოტა ჩქარი რო უნდა იყო მოქნილი, მაგრამ თან ჯანზე რა, ანუ აი ყველასგან გამორჩეული ტიპი როა ხოლმე ერთი რა, ანუ ეს ძალიან მაგრამ 62 კილო. კილოგრამებით არ ვიცი ახლა მე რა ალბათ ხო ეს რა. მე ახლა პრაიმში მაგ დაწერე. აი რაღაცა პოზიცია რეგში როგორც ვიცი. სადაც 63 კილო. ძალიან დიდი არ უნდა იყო რა. არა, ეგრე ჩვენი ისიც არ არის. შაკი მოзвერი არის. ხო, ტრაორე მოзвერი. შაკის პოზიციაზე დადგებოდა, ხო, ანუ იქ ხო არის. არის. ვაფშე არ ვიცი ვინ არის. იმართლა გითხრა მე ამაზე. აი ასე გამოიყურება. აი გავხსენი, აი ეს რო შეარ. ხო, კაი. მაგრამ რა. ხო, კაი. აი ეს ვინ არის? მართლა არ ვარ. ადამა ტრაორე. კაი მოзвერი არის. ამ ფეგურცაზე არის. იმაზეც დაფიქრდით, რომ ორჯერ მიყოლებით იმპოსტერი ნაკლებად გეუბნია რომ ეს რაღაცა. ჩემზე ხო კითხვა არ გაქვს. ბიჭო, არც შენზე მაქვს, არც შაგზე მაქვს, არც ამაზე მექნებოდა კითხვა. ანუ შენ დღად არჩი. მერაბზე მე არ მაქვს კითხვა. მერაბზე ცოტათი არც მე. ბიჭო, ანუ მე ვხსნი რა, მართლა რაგში არ ვიცი ზუსტად რა ქვია მაგ პოზიციას, მაგრამ მაგ პოზიციას სადაც გამხდარი მოქნილი ტიპები უნდა იყო, რომ ჯანიცა აქვს რა, ანუ ესეთი იმენა მოზვინული არ აქვს. მაგრამ სირბილის ხო უნდა მაგას და დაგვის კარგად. ეს მე შეფასება რო აქვს. ხო, მერაბს ვაგეგით და ამინა კი, მაგრამ მე მაგალითად იმაზე წავედი, რომ რაგბი ჩემთვის არის ერთად მაინც შეტაკებები და ისინი რა ქვია. ნუ ის ტიპის უნდა იყო, აი რა ქვია მაგ ბიჭს რაგბის რაგბის გარტყმაში არის ნინიაშვილი არ არის ვაფშე იგივე 15 ნომერი უნდა იყოს მაღალი კრაინები აი გვერდებზე რო დგანან რა ეგენი არიან პატარები და სწრაფები ხო აი მოკლედ ქართული რაგბის ნაკრებში აუ იცი არის ნახე ეგეთი ტიპი ხო ჩვენ ვიცი რომ ძალიან ბევრი მორაგბე გვიყურებს რა ბოდიში ბიჭებო და გითხარით დაგვიწერეთ გთხოვთ კომენტარებში ვინ რას ფიქრობთ რომელი სპორტსმენი იქნებოდა კარგი მორაგბე იმიტომ რომ რაღაც რაგბის რაღაცებს რო ვიგებთ რა ვიცი რომ გვიყურებენ და გითხარით აბა აი რას ფიქრობთ ბიჭებო ანუ ჩემი ყოველს გავიგე მე წესები ამიხსენით რაგბის კიდე ესე თუ შეიძლება ვინ რა პოზიციაზე თამაშობს ხოლმე ზოგადად ხო იცი რომ ვიღებდით მაგას გადავიგეთ ხო იცი ეგ ხო წესების ახსნა და თვითონ ის რა გიქრეს ანუ ჩვენ თუ არ ვიცით კარგად წესებში რა უნდა მაგ როგორც ძალიან ბევრი წესი იმერ ჩახლავდილი არის მე ვაფშე არ ვიცოდი ესეთი ტიპი თუ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო თორე ცოტა სხვა რაღაცასაც დავწერე მოდი გამორიცხვის მეთოდი წავიდეთ 3 2 1 ოზი უბრალოდ სტუმარს დავაწყე არ ვიცი შეჭი პროსტა განსხვავებული ხარ და მაგითო დისკრიმინაციას აქვს განსხვავებული ეგეთი ხარ არა ანუ ბროები არის ხარ და მაგითო რა
ვინ იყო იმპოსტერი? მე ვიყავი იმპოსტერი, მაგრამ ისევ იმისი განწირული ვიყავი, super heavyweight ჩამიწერეო. პრობლემა იცი არის, მან ჩვენ არ ვიყავით იმაში რა, UFC-ში და უეჭველი ყველა პონჩი შენ დაგადებდი. არა, მეც დავადებდი, დერეკ ლუისი დავწერე, მეორე რაუნდის მერე ვერ სუნთქავს ტიპი. თუ გინდათ, კაი ისინი რა ქვია, სპაისი რაღაცები მე მაქვს ბარში. გამოგიგზავნა. გავიგეთ რომ ბარ ლუპერს აპიარებ. 7 ჯერ თქვა უკვე. ბიჭო, როდესაც 8 საათზე იწყება მუშაობა. კი, შენც მოდიხარ აქიდან. არა, მაგრამ კაი. ეს ტყემალი არაფერი არ არის ჩათვალე, მართლა. DJI Osmo Pocket 3. ანუ მე old school-ზე წავედი და მახათი არის საჭირო მათ. მახათი. მიკროფონი? ტელეფონი. კითხვა რა იყო? რომელი гаджеტი უნდა გქონდეს YouTube-ში? ცოტა რო ირჭოს ვიღაცეებმა რო გააკეთონ ჩემნაირებზე არის ეგ საუბარი. მოდი ჩავიშალეო ერთზე. ანუ მახათი гаджеტად აღვიქვი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაღაცა შეიძლება და ყოფილიყო აქ ცუდი პასუხი. ანუ ხვდები დაახლოებით სად არის ხოლმე ეს ცუდი კითხვები რა და ეს მეგონა რომ არ იქნებოდა. მაგრამ მაინც დავწერე ეს ავირჩიე და მახათი დავწერე. მაგრამ ეხლა ნახე რა არის YouTuber-სო, ხო? რა ჭირდება YouTuber-სო? შენ იწყებ რითი? DJI Osmo Pocket 3-ით. კრეატორ იმითი, კომბოტი ტელეფონი არის. ხო. აქ მიკროფონი არის. აბა მოდი გადავხედოთ მიკროფონი ისა რა ქვია, მაინდა-მაინც რატო არის საჭირო? იმიტომ რომ მინიმუმ ნორმალური ხმა მაინც კონდეს ნებისმიერ ადგილას. პირველი გადაგება გჭირდება ჯერ მაგითაც. ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა იღებდე, ანუ სახლი, გარეთ თუ რა, მიკროფონი გჭირდება. არა. არ გჭირდება სხვა. არ გჭირდება მიკროფონი. მახათი უფრო მეტად გჭირდება რომ გააკეთო რაღაც შეირჭო. არა, ნუ ეგ მახატზე მეტად ეგ мотиваციაა და гаджеტი რადგან იყო მახატზე არ წავედი და мотивაციაზე და ამიტომ წავედი მიკროფონზე რა. კი, მაგრამ ძარღვი აქ ძალიან გამოგის. რა გადახედა? რა კითხავს გადახედე თუ რა? არ გითხარ რა და მე აი მე სიმართლე გითხრა, ნუ მახათი ხო ერთპიროვნულად მეეჭვება, მაგრამ DJI Osmo Pocket 3-იც მეეჭვება, იმიტომ რომ ბიჭო, რატო იდეალური კამერა არის ყველაფერს? არა, ნახე, იდეალური კამერა არის, უბრალოდ YouTube-ები მაგადაგებული რომელიც არ დავდე. აბარტმა. დღეს გადავიგეთ სხვათა შორის ახალი ეპიზოდი, რომელიც შენამდე დაიდო უკვე და იმედია ხალხს მოეწონა და იმედია ბევრი ნახვები ხსავს. წინასწარ ვლაპარაკობ მანქანაში გადავიგეთ რაღაც ვიდეო რა. და იმედია კარგი. ბიჭო, ანუ მე ზოგადად ვფიქრობ, რომ უფრო მეტად არის YouTuber-ისთვის საჭირო კონტენტი და არა ის თუ რითი გადაიერებ. და მახათი გიძერია ესე ვიცი. მახათი მიწერია იმისთვის, რომ აი ეს სჭირდება ვიღაცას რა, ჩემნაირ ტიპს, რომ გააკეთოს რაღაც ზოგჯერ მიწოლა. სხვებს რომ ეხმარები რაღაცების გაკეთებას ჩემ თავზე მოვიწყდე. ისე ხო, შენ სხვებს უფრო ეხმარები ვიდრე შენ თავზე. ხო და ჩვენ რატო არ ვეხმარები არაფერში? მითხარი, რამეში მჭირდებაო დახმარება? გაი. გადაო შემიშთა. ბიჭო. გავი შემიშთა მან. ხო და არა, მე ერთი რაც არის, ტელეფონი ჩემთვის, ანუ მისაღები არის, ესეც მისაღებია, მიკროფონი არის, მესამე ხარისხოვანი ალბათ ჩემთვის. მან რა, პირველი არის იდეა, მეორე არის რაღაცა რითაც შეგიძლია რომ გადაიღო და ხმაზე პირველი YouTube-ის ვიდეო როგორ გაქვს გადაღებული? პირველი YouTube-ის ვიდეო ისე მაქვს გადაღებული, რომ ანუ ვაფშე მონტაჟი იყო Call of Duty-ის 2009 წელს, რომელიც გამივარდა რა ეგეთი ვიდეო. შენ ჩანდი თუ? არა. ანუ ვაფშე არ ჩანდი, მონტაჟი იყო პროსტა რა. და მაგის მერე რაც იყო, უკვე ანუ პირველად 2016-ში გამოჩნდი ვაფშე იმაზე რა ქვია კამერაზე, როგორც ასეთი. მანამდე ვიყავი ტიპი, რომელიც იყო voice over. მაგრამ ძირითადად იყო იმითი რა ქვია რა. მაგრამ ეხლა რო შეხედო დღევანდელი YouTube-ისთვის, მიკროფონი არის ალბათ მესამე ხარისხოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ იდეა თუ არ გაქვს, მე კასეკოს ლოგის გადაგება ტელეფონში შეიძლება დაიჭირო და არ ჭირდება მანდ. ანუ ნებისმიერ რაღაც შეგიძლია გადაიღო ეგრე რა, რო რამე აუდიოს გამოიყვანო. vlogs ხო, ტელეფონითაც გამოიყვანო აუდიო. ტელეფონით ჩაიწერ. ტელეფონით ჩაიწერ ხმას, ხო. ან თუნდაც არა ბაზარი. 3 2 1 კოსტა. ნუ ოკეი, აზრი არა აქვს, მე არ ვარ იმპოსტერი. იმიტომ რომ მე ვიყავი იმპოსტერი. ხო და აი ბოლო DJI-ზე მათქმევინე. ტიპმა დღეს გამოვიყენეთ პირველად 7 თვეა YouTube პროექტს ვაკეთებთ. და არა ძმაო DJI მესმის რა სიძახი მიკროფონი აქვს ჭირდება. აი ჩემი კითხვა იყო ბოლოს რა гаджеტი შეიძინია. გემრიელად მიირთვით ბიჭებო, მე აი ამითი მინდა გიორგი ნაჭყებიას გაუმარჯოს. შენ იმპოსტერს გამომიჭახუნ. ისეთი გახარებული და ტკბილი ცხოვრება კონდეს, აი როგორც შენ ვიცხებები. ვიდი ჩამე მე ამასობაში პასუხს დავწერ შემდეგი იმის. ისე მართალი იყავი რომ მიწევდა იმპოსტერობა. ხო. პროსტა მაინც მიკროფონზე ცოტა ისეთი ის იყო რა, კამერა მაინც არა, მაგაში გეთახმები. მაგრამ გეუბნები ყველაზე მეტად მახათი არის საჭირო უფრო მეტად ჩვენნაირი ტიპებისთვის რომ ადგინა ტრაკი გაანძრიო. ჰუ არ მოხდეს ხახას. ზუსტად, ამოისვი გარე. ხო! მოიტანა. ჩვენს კადრს მიღმა არის ადამიანი, რომელმაც აი ეს ამ ნაგეტსზე სადაც 10 წვეთამდე გაუკეთა და ერთიანად ჭამა.
კი ცუდად კი მე უფრო ვიტყოდი ჩვენს კადრს მიღმა არის მუტანტი. გრძე კიდე გინდა? კი 1 ლიტრი კიდე აუშენი. მაცივაშნი. ფუშენი. ეს არის ყველაზე ცუდი რაღაც რაც შეიძლება რომ იყოს. ანუ ამაზე უფრო მაღალი სიმწრის რაღაცები მიჭამია, მაგრამ ესეთი პრაცივდი რაღაც არ არის. ხო, ეს მინა პრაცივნი არის, ხო. ამასობაში სანამ ჩვენ ამ დღეში, ესენი ამ დღეში არიან, არხი გამოიწერეთ და მოდი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. მგელი. მიდი. სპილო. ზაღლი, კანეკორსონ პიტბული. დამერთა. კითხვა რა იყო? ზომბი აპოკალიფსში ერთი ცხოველი საყანო შეგეძლოს, რომელიც არა, კარგად ვარ. შიდად ვარ. თქვენოს მაგარი ახსნა გაქვთ. რა სპილო და. რა. სპილო ბიჭო შემოაჩნდა. კაი, სპილო, კაი, ნუ გელიც კაი პასუხი. რომ გელია კაი პასუხი შეგჭამს აქეთ. მაცა ერთავს და ეგრე არ არის, მაგ ლოგიკით ვინ წავიდა. სპილო შეიძლება გარე ისა ინდუსებს დაძებს დედას უკმავს, ან მე სხვა ამას გავიზარდე. ბიჭო ხო და მაგიტომ მინდა რომ შევიდეს და ზომბებს გადაუვარ. არა, გელი, ანუ ეგ იგულისხმება, რომ გელი როგორ მიყავს? ბიჭო, არა, უყურე, მან იგულისხმება, რომ შენკენ არის. ეგრე ანუ სამეფო კარის თამაშებში რომ სტარტკებს გავთ გელი, ხო არის მაგათკენ. გელი არ არის ეგ დაერვულფი არის. ხო, დაერვულფი კაი. ხო, ნუ გელი იყო. ხო, გელი. ხო, მორჩა. აუ, კაროჩე, ეხა თქვენ შორის რომელი არის ბიჭო? აი, ლომიცო. აქ ნახე რა ჯიშები მიწერია. ბიჭო, კაი, ბაზარი არა, მაგრამ შენი კითხვა კითხვა. თავს დავდე მამის კითხვა. მე პროსტა საშიში ცხოველი არა. ზაგლის ყველა საშიში ჯიში დაწერე. თავს დავდე იქნებოდა ძმა. ბიჭო, მან დავწაგდი და არა აქვს. ნებისმიერი ცხოველიდან საღლს ირჩევ მაინც და მაინც. მე ისიც ვიფიქრე კაკრას რომ ანუ მე უნდა შემეძლოს წაყვანა რა. პირველი ясნია ლომი მომაფიქრდა, მაგრამ მეთქი ლომი ეხა მე რანაირ რავი მეც მომკლავს ხოლმე ხარ. ანუ ეგ ლოგიკა. შენ პირველი რა იფიქრე ისე? ხო, დიდია ჯერ ერთი დავასწრები და მიდი ძმაო და ბიჭო, მე თავიდან სიმართლე გითხრა მარტორქას დაწერა მინდოდა. და მე შევცვალე ეგ რომ მეთქი უფრო დიდი იქნება მეთქი და ვირი ხო, არის. გამარჯობა, მაშინ მე რა გინდა ჩემ თარგმანში. არა, ბიჭო, არა, მაგაზე არა, პროსტა ანუ რას ვამბობ. აი, წარმოიდგინე ზომბი აპოკალიფსში გინდა რომ რაღაცა ისეთი იყოს შენთან ერთად, რომელიც ტარანი იქნება, რაღაცებს გაიტანს, გამოიტანს და ასე შემდეგ და ზაღლი დამგელი ცოტა არ იყოს და გელი რაო სახეს გააძროს მე. რა სახეს გააძროს ბიჭო, მგელი ერთი მგელი არც ადარასდროს არაფერზე არ არის, მგელი არის. კაი, ერთი კანეკორსო ხო გააძრობს სახეს. ვეფხვი უნდა დამეწერა. არ მითხრა ეხლა რომ 90 კილოიანი ძაღლი რომელიც დაცვაზე ორიენტირებული ზომბს ტყავს ორი გააძრობს რავი. ხო, ისე დაიწყე რომ სხვა რაღაცა გინდა და ამან აი იქ ის დაგეძაბა ცოტა აწითლდი და მე თვითონ ჭამს ანუ просто მეც ჭამე გა ყველაზე ცუდი. ამ ორიდან ანუ ამ პატარა ცხოველებიდან აი შენი უფრო მე ჭამე პიტბული ანუ კანეკორსო კაიბარი პიტბული უფრო ისეთი არის. პიტბული პატარა არა რაღაცა მაგრამ ძალიან მებრძოლი. მებრძოლი არის კი, მაგრამ მან ერთი ისა რა ქვია რომ დიდი ალბათობით ერთიც და მეორეც რა რო წაიყვანდით მაგ თქვენს ცხოველს პირველი ბრძოლის მერე აღარ გეყოლებოდათ. უბრალოდ პირველი ზომბის მერე აღარ გეყოლებოდათ, იმიტომ რომ ეს რო უკმენდა ისიც უკმენდა. 3 2 1 კოსტა. ვინ იყო იმპოსტერი? მე არ ვიყავ იმპოსტერი. ის იყო ხო იქით? მე ვიყავი. აუ ჩემი კარგი. ანუ რა როგორ გამიხარდა რომ მეორეს პილოტს ხალხს მიმართავ რომელი უფრო მოგწონს სადაც უფრო რთულია გამოცნობა თუ იქ სადაც მარტივია იმიტომ რომ წინა ეპიზოდებში მარტივი იყო გამოცნობა იმპოსტერის ახლა არ არის ამიტომ გითხარით რა ო ეს ხო აი მე წინის იყო რა ქვია კომპენსაცია მოცარტი Daft Punk's Instant Crush. Rebecca Black's Friday. Psychonaut 4 Suicide is Legal. იხო რა იყო? რომელ მუსიკას მოასმენილებდი უცხო პლანეტებს? მე არ ვიცი ეს. Psychonaut-ი? ჩავთვალე. ეს შემელია რე. It's Friday, Friday, gotta get down. ანუ უკანვე წავიდოდნენ, საიდანაც მოვიდოდნენ. ლოგიკა გასაგებია. საიკონაუტზე ტიპს სუიციდისკენ უნდა რომ წაიყვანოს. საიკონაუტი თუ არ იცით, ძალიან მაგარი ქართული ბენდია, რომელიც ახლა სხვათა შორის ტურზე არიან, რო იცოდე. აქედან მოკითხვა შოთარას. კაი არის, რომ შაუთ-აუთი გაუკეთე, გეთანხმები. Daft Punk's ჩვენს ვაფშე სხვა ლოგიკით რო წავედით. მე ვაფშე სხვა ლოგიკით რა უკანა რო აბრუნე მე პირიქით. მე არ ვაბრუნე. მე პირიქით ნახე რა არა ძმაო, ნახე როგორ რაღაცა არის. ვაი და ეს უცხო პლანეტელები მოვიდნენ რომ დაგვიპყრონ და გაგვაძრონ სიქა, არ გვინდა. აქ ეხა ვიღაცას
რა საკმაოდ რთულია. ჯერ ერთი არც ერთი არ ვიცი, აი დაფტვანგი ვიცი, მაგრამ დანარჩენი არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა და. მე მარტო ეს არ ვიცი. და ხა წაიმგარა და გავიგე რომელიც ამაა. ანუ თუ გახსოვს 2011-12 წელი რო იყო ძალიან ცუდი ტრეკი გამოვიდა, ძალიან ბევრი ავტოტუნით და საზღარი კლიპით. ეგ ბევრი მახსენდება ეგეთი და. არა, ეს განსაკუთრებით ცუდი იყო, YouTube-ზე იყო მაშინ, მაგრამ შენ ინტერნეტი არ გექნებოდა მაშინაც. 2018-დან მაქვს ინტერნეტი. ბიჭო, იცი რა არის მოსარტი რო დაწერე? ხო, მე იცი რა. ეხლა რომ ინტერნეტი არ გქონია. მე იცი რა. რაღაც კონკრეტული დაგეწერა. კონკრეტული არ მახსოვს ახლა იმენა აი რაღაცა მოცარტის მეხუთე სიმფონია. ნოტებით კითხულობდა და მასე ისწავლიდა. მე რა ლოგიკის წავედი, იცი? ჩვენი ენა ხო არ იცის? და აი ეგეთი რაღაცა, რაც არ ჭირდება ენა რო გაიგო და რაღაც ანუ მაქსიმალურად მუსიკალური ხო, ანუ მუსიკა არის ეგ, ხო. Daft Punk-ი რატო იცი ყო? ბიჭო, მე მაგრამ მევასებე სიმღერა და პროსტა ახლა და უცხო პლანეტელებს გვადან ხო თვითონაც. ხო, ვაიბით რაღაც. კი დაიშალენ მაგრამ. იქნება და რაღაცა ესეთი არაქმნიდები არიან, რომლებიც მოდიან რომ ხო. ხო. ეს არის ეს მიყვარდა სტუდენტობის პერიოდში და ძალიან ხშირად უსმენდი რა და ძალიან ესეთი within South Peak როდი და Daft Punk-ის within რო არის, მაგრამ მაინც Instant Crash-ზე დავედი რა. არა, მე ეგეთი უცხო პლანეტელებისთვის არ მემეტება კარგი სიმღერები. და მე კარგი. საიდან ჩამოეთრიენ, იქვე წაეთრიენ თუ შეიძლება. ანუ ტრამპივით რატო ბაზრობ? ჩაინა. აუ, ჩაინა. მოდი ხმის მიცემაზე გადავიდე და გავიგებთ ვინ იყო და ვინ არა. მე წავედი იმ ლოგიკით, რომ მაგრამ მევასება Daft Punk-ი ჩემი საყვარელი ერთით საყვარელი შესრულება არის. თქვენ ორნი არ მგონი ხართ, მე მაინც მოცარტს მივცემ მოცარტი? მოდი ჯანდაბას მოგენდობი. უეჭველი შენ ხარ. უეჭველი შენ ხარ. არ ვარ მე რატო? კი, უეჭველი შენ ხარ. არ ვარ მე. კაი. 3 2 1 გიო. მიშა. შემიშა თქვი? ხო. ან ბაში ჯეირანი უნდა ვითამაშოთ. ერთამდე. ჯეირანი. ჯეირანი. არ წააგო ბიჭო. ჯეირანი. შენ ხარ. ჯეირანი. მოგიწ. შენ იყავი ხო? არ ვიყავი მოსთან. არ იყავი? შენ იყავი? ეს იყო? არა. ვინ იყო მოსთან? საიკონაუტი არა, ამას წაგება ოკეი არის ხო რა მქონდა? კითხვა რა იყო? ჩვილს რა არ უნდა მოასმე ნინო და ხა Psychonaut Suicide's Legal არ უნდა ბიჭო, აქიდან ესეც არ უნდა მოასმე ნინო. შეიძლება ისნაჭი არ მოყავშენ. რატო ლაპარაკობ? სანამ შემდეგ რაუნდზე გადავალთ, ახლა გამოიწერეთ ერთი წამი უნდა, სადაც ხართ სახლში, ხართ სამსახურში, სად ხართ? ერთი წამი უნდა ზუსტად დაწკაპუნეთ და ძალიან გაგვახარებ, ძალიან მადლობელი ვიქნებით და 3 6 7 გააჩნია. გააჩნია და 10 ნუ პლუს მინუს 10. კითხვა რა იყო? იქ როგორა? 3 კითხვა რა იყო? რამდენი დეითია საჭირო იმისათვის რომ გოგოს დაუძახო შეყვარება? 3 დეითს მე. არა, მე ახსე მე ჩემთვის ვიგულისხმი, იცი რატომ? მე შენთვის ეძახი ხოლმე, ხო? არა, დეითზე თუ ის არის და პირველი დეითი თუ არის უკვე, ანუ ამ გოგოს სავარაუდოდ ვიცნობ კაიხანია. აი ეგრე მას რა ლოგიკით ეწავს ვერ გავიგე. პირველი დეითი თუ არის, შეიძლება ერთი კვირა გაიცანი და დეითზე მიდიხარ. არა, არა. კაიხა ზოგადად მინიმუმ 3-დან 6 თვამ. აი ისე გოგოს დეითზე არ პატიჟებ? ისე არა, ანუ იმით აპლიკაციები და იმის არა, აპლიკაციები. ანუ აიცავს, მოიცა. კაცი ეწავს, გოგო გაიცანის თქვა სადღაც რა. ბარში, ჩემთან ბარში. ამასთან ბარში გაიცანი. და ხო. და რომელიმე ინტეგრალ. ეწავს და გიდა დაპატიჟო და ერთი კვირა იცნობ. ხო. 3-6 თუ ელოდები რომ გავიდეს. არა. 3-6 თუ ელოდება, სანამ გათხოვდება ელოდება. კითხვა რა. რამდენი ხუდებზე იმაშვება კებებს. რამდენი დეითი დაუძახო. რამდენი დეითი არის საჭირო რა? ნახე, პირველივეზე. ხო შეიძლება რომ დაპატიჟო, ხო? დეითზე. და მე თუ მივხვდი რომ აჰა არაფერი არა, მეორე ცოტა მესამე არ იქნება. მე პირად არ მქონია მესამე და რომელიც არ გაგრძელებულა. გავიგე, მაგრამ მესამეზე შეყვარებულს ეძახი უკვე, ანუ ვერ გავიგე ერთსამს. შეყვარებულს, ნუ რა ვიცი, ანუ მე გეუბნები რომ მე ეგრე მქონდა მე ახლა უჩემი კიდე ჩამწვაიბე და ბიჭო მე მოაქვს და მოაქვს. ვიცი, მეტი როგორ აგიხსნა. სამი ძალიან ცოტა არის. მე ჩემთვის გეუბნები თორე ისე ხო ბაზარი არა, მეტი საჭირო. გავა შენ იდეალური პასუხი გიწერია. მეც გააჩინებს ვფიქრობდი, მაგრამ 6-7 ხო, ნუ ეგ 10 პლუსი უფრო არის ხო რაღაც. ხო, 10 პლუსი მინუს 10 გახო რა. ხო, რა, თორე შეიძლება ის არის 3 დეითი ქონდეს 3 დღეში. ხო.
მე გეუბნები, მე ჩემ პირად გამოცდილებაზე გეუბნები. მე არ მქონია რომ აუ, ბოდიში ისე უხერხული თუ არ იქნება ხო? რამდენი დეიცე ხარ დამყოფი ისე ზოგადად ხო? აი, არა, ეს 3-ზე მეტი თქვა რა. ცუდად დასუკითხვა. ერთ გოგოსთან რამდენი დეიზე ხარ დამყოფი? ყველაზე მეტი რამდენი დეიზე ხარ დამყოფი? მართლა არ მახსოვს, არ ვითვლიდი. ყოფილა გოგო რომელთანაც გქონია 3-ზე მეტი დეითი, მაგრამ შეყვარებული არ ყოფილა. არა. და მაიძება ჩემს, მაგრამ კაი ხო. დანებდა. კაი 3. არა, არ ვდებდი, ანუ არ ვარ, მოგიწევს თქმა. 3, 2, 1, მიშა. არ ვარ. მაშინ აჭყე იყო. 6, 7. ეშენი ყავი ბიჭო. რა გქონდა კითხვა? ჩემი კითხვა იყო 1-დან 10 ჩათვლითო რაც გაგისორდება. რა 3 ბიჭო, რა 3. 3-ს გაუმარჯოს. ჩემ ყოფილ შეყვარებულებს გავუმარჯოს. აუ, რა ცუდი რაღაცა. რატო? ცუდი რაღაცა რატო კაცო, რა შენიერია. ოზე? სანამ ისა ამდგეში ხარ. ფასეთ რაღაც მითხარი. შენ როცა იგებდი ამ ატყუარას. ვინ იყო კარგი სტუმარი, ანუ ვის მირჩევ რომ მოვიწვიო? ბიჭო, ყველაზე მაგარი იყო ცინცო. ცინცოინა. ცინკვესები. ცინკვესა? ანუ ცინცო იყო ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ როგორც კი მუღამი დაუჭერა, ისეთ აბსურდულ პასუხებს ემნა. გადა. ანუ იმენა ვერ გაიგებდი რა იყო ტიპი. ანუ ტიპი ეგეთი, უნდა მოვიწვიო. თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში, ვინ გიდათ რომ სტუმარი იყოს. სისილის ტელეპორტი, ანუ სისილ ხო იცი? Invincible-ში რო არის. ტვინში კამერა, Black Mirror-ის ეპიზოდი რო იყო, ტვინში რო კამერა ქონდათ და მე აუხსნებენ. AI ჩიპი. რადიაცია გაუნტარი კოსმოსური ხომალდი. ო, კაი, პასუხია. კითხვა რა იყო? რა გამოგონება შეცვლის სამყაროს? ეს აუცილებლად შეცვლის სამყაროს. კოსტას კაი პასუხია გზა. რა ერთადერთი ჩათვალე ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც მარსამდე რადიაცია არის. არის ის რომ ადამიანი იქ რო ჩავიდეს, ჩავა, მაგრამ მალევე მოკვდება რა. ანუ მაგარი პასუხია. უკანაც ვერ დაბრუნდება, ანუ იქვე მოკვდება. მარსი ჩასვლა რა? ანუ ეფასა რა შეგვიცვლის ეგ საკეთემა, მაგრამ ახალი სამყაროა, სადაც რა ვიცი სიცოცხლის ნიშანი აღმოაჩინეს, აგერ თქვენ ახალგის წინ ოფიციალურად და ჩვენ რო ჩავიდეთ, ჩასვლა და ექსპედიცია არის წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. როგორც აი თვარეზე რო დადგა ადამიანმა ფეხი, შეიძლება ბევრჯერ არ ყოფილა, მაგრამ ნუ ეგ იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. თან წარმოიდგინე ხა მაგ ხომალდის რომ მეთ დეიმონი მიდის. და აღვიძებს იმას. და ის სიმღერა რო არის ჩართო. მისდეს და კარტოფილი რომია. ძალიან გაიქნება. შენ რა AI ჩიპი გამიმართა. აი ილონ მასკის ახლა უკვე გაკეთებული რაც აქვს, აი ეს ჩიპები რომ აუ რა გადაგიმალო რა. Neuralink-ზე ამბობ? კი, Neuralink-ზე. ეგ რო განვითარდება, მაგარი რაღაცა. არა, შეცვლის. ანუ ახლა უკვე პარალიზებული ადამიანი უკვე შეუძლია რომ კი, მაგაზე ვიცი. არის ეგეთი ეფექტური? კი. და ეგ ახლა აი 2 წელი ტელეპორტი? ტელეპორტი, ანუ ეს არის instant ტელეპორტი, ეგრევე წკაპდა ადგილიდან ადგილზე. ანუ იმიტომ რომ ნახე მანდარის რომ ტელეპორტები ხო არის რაღაც სუპერ ძალების სპონჯიც კეთდება ხოლმე და რაღაც ეს არის იმენა government funded ტელეპორტი არის რა, რომელიც არის სატელიტიდან იმართება და წკაპდა ეგრევე ერთ წერტილიდან მეორეზე გადადის. ანუ როგორ ხდება ჩვენ ახლა ჩვენ სამს მეტნაკლებად რეალურები გვიწერია. ამას უეჭველი გამოიგონებენ. ბიჭო, ხო, მაგრამ ანუ ის უკვე არის და კამერაც ტვინში, ნუ კამერა ტვინში რამდენად შეცვლის სამყაროს ეგაა. ხო, მაგას გეტყვი როგორ შეცვლის. ხო, ანუ ეთლის რეალურია, მე შეგამაინტერესებს როგორ შეცვლის. ანუ როგორი ტელეპორტია. ანუ instant ტელეპორტია, რომ აი ტიპ შეუძლია ერთ წან კარჩე რაღაცა. ხო, მაგრამ ხომ მოკვდება ადამიანი. რა, არა. ანუ არსებობდეს რომ ეხა დაუშვათ ანუ. ანუ მე ლოგიკას მეყვები, იცი რომ ეს ყველაფერი რეალურია და თუ გავიგე ეგ ეგ ტელეპორტი ძახის რომ აი ესა ტელეპორტი ეგეთი არ არის რეალურია. მე ვფიქრობ ტელეპორტი ძახის. ატომებად რომ დაიშალოს და მე ატომებად დაიწყოს ხო, ეგეთი რაღაცაა, რომ ანუ პროსტა იშლება ერთ წერტილიდან, ჩნდება მეორე წერტილზე, ოღონდ უბრალოდ არის რაღაცა ისეთი, ანუ არავითარ დიდი ახსნა არ აქვს. ანუ სისილის ტელეპორტი იმიტომ დავწერე, რომ ერთ-ერთი ისეთი ტელეპორტაციის მეთოდი არის რა, ანუ იქ რომელიც არის ინსტანტი და არ ჭირდება რაღაცა დიდი დივაისი და რაღაცა. ანუ ტიპს აქვს პროსტა ჩამონტაჟებული ჩიპი და იმითი რა ქვია, თავისი უბრალოდ დომის მომენტში ეგრევე ტელეპორტს აკეთებს რა. მოდი ახლა ჩემსაც ვიტყვი რა, ბარემ თუ რამე კითხვები არის. როგორ შეცვლის ეს რა? Black Mirror-ში ეს ეპიზოდი. ყოველს გაქვთ ნახე? ეს არის ეპიზოდი, სადაც ტვინში აქვს ჩამაგდებული ადამიანებს რაღაც კამერა აქვს თვალში და მთელი ცხოვრება ჩანს რა. ეხლა რატო არის ეს მაგარი? წარმოიდგინე სოფლიო, სადაც უდანაშაულოდ ციხეში არ ჯდებოდა არავინ. რაღაცას ვიტყვი Black Mirror-ში ისიცაა დაკონკრეტებული, რომ ფსიქოლოგი ამბობს თან, რომ ადამიანი შეიძლება დააჯერო და ეგ მოგონება შეუქმნა, რაც არ გაუკეთებია საერთოდ.
კი, ეგეც არის და პლუს მაგას დამატებული არ მომხდარა, იმდენად შეგიძლია დააჯერო. ეგ გრაში. რავი, მე კამერას ვამბობ. მაგით ერთი რაც არის კიდე private სისტემა ვაფშე იკარგება საერთოდ რაც არის. და პლუს კამერა მე არ ვიძახი რომ იდეალური და კარგი არის ხო? მე ვიძახი რა შეცვლიდა მსო. კითხვა რა ეგ იყო. მე არ ვამბობ რომ კარგი არის ხო? კითხვა იყო რომ რომელი გამოგონება შეცვლიდა მსოფლიოს და ეს ძალიან შეცვლიდა. კი, privacy არ არის. კი, დანაშაული ანუ მე მგონი რომ დანაშაულის რაოდენობას დაიკავდა. ერთი რაღაცა არის რა, კითხვა არის რომელი ის შეცვლიდა. ის უკვე არის იქითკენ რომელიცა. ანუ არსებობს რა. ხო, ეგეც არის. მაგ ლოგიკით კი, მაგრამ მე რაღაცა ის ბიჭო მე მაინც სესილიეს რო დააკონკრეტა. მე დავაკონკრეტებ რთული პასუხი ანუ არ ვიცი. აი, პროსტა ტელეპორტაცია რო დაეწერა. ბიჭო, პროსტა ტელეპორტაცია რო დამეწერა, მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ მე ტელეპორტაცია შეიძლება იყოს სუპერძალის სიმითაც და მასე ყოფილიყო, ან რაღაც იმაში რა ქვია, მოწყობილობაში დიდი მოწყობილობა რო არის და რაღაც სისილის იმიტომ დავაკონკრეტე, რომ ან ტიპს პროსტა აქვს ერთი ჩიპი, რომლითაც იმაშობა რა ქვია რა, ანუ. მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3 2 1 გიო. გიო თქვი? ხო. ოზი მე არ ვიყავი იმპოსტერი, ოზი იყო თავს დავდე. შენ იყავი? მე? შენ იყავი უჭერი? მე ვიყავი ხო? კიდე მწირავდა. ანუ ბიჭო არ დააკონკრეტებდა, ანუ რანაირად ითამაშე? რა, ძალიან კარგად ახსნა. ახსნა რა, ეხა სესილი დაწერა. კითხვა რა იყო შენ? კითხვა იყო ესე. სესილის ტელეპორტი დაწერა. ფილმების, კომიქსების, ანიმეს სამყაროდან რომელ გამოგონების ქონას ისურვებდი რეალურ სამყაროში, რაც ამ მომენტში არ არსებობსო. გაიმჯობთ. მოსაწევად რომ ვიმალებოდი. რა ბიჭო? კიდე ისე შენ მიდი ისა, ოზი. სისტემი. კოსტა. საგნები და ზოგადად გაკვეთილის მიმდინარეობა. ძალიან ბევრი რამ. კითხვა რა იყო? კოსტა. 3 კოსტა. ეგ შესაძლებელია თქო. მაგასი გეტახმები. მაგრამ ეგ პირადად შეიძლება. აი მაც ისე მქონდეს ხოლმე, ხო იმპოსტერი ვარ. რა, არ გიყვარდა სკოლაში ყველაზე მეტად და მოსაწევად რომ ვიმალებრო, ეგ ვიტანდი, მაგას რომ მოსაწევად მიწევ და ტუალეტში მოწევა რაღაც. მოსწავლე არ უნდა ეწევოდეს ასე. აი არ უნდა გრაფონშია კაც. ანუ ესეთი პასუხი დაწერა. მაგას რომ ვიფიქრებდი რომ ეწევდიო 9 წლიდან რომ ეწევი ეს რა გიხარია მე. გიხარია, მაგრამ ეს არ მიყვარდა ყველაზე მეტად. აი 9 წლიდან რომ ეწევი, მაგიტომ გიწევს ახლა ამბობის აი, მაგიტომ იჟები რომ ბიჭო, ამაზე უნდა დაისხა კარგად ფლომად. იმენა, ოღონდ შენ. ახლა სასაზე ხო არ მოხდა. ისე სკოლაში ჩვენ გაიპასუხები გვეწერა. ბიჭო, მაინც იდებადეთ თქვი რა. არა ხო. რა უნდა ვიდებოდეთ? გამწირდი მესროა. თქვით ანუ რა შეცვლით? მე რავი გაკვეთილები საგნებს შევცვლიდი ზოგადად რა. ანუ რა საგნები ისწავლება, მგონია რომ გადასახედია თავიდან რა. თავიდან ბოლომდე გადასახედია მთელი სისტემაც, მე რომ მკითხო, მასწავლებლებიც გადასამზადებლები არიან. გათანამედროვებადი არის ყველა, ან გასათანამედროვებელი არის ყველაფერი რა. და დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს მასწავლებლების მხრიდან, მოსწავლეების მიმართაც და პირიქითაც. ორივე, ანუ ეგ არ არის რომ ერთი არიანი. მშობლებიც დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ მშობლებიც ვერ ხვდებიან ამხელა როლი აქვს მასწავლებელ ბავშვის ცხოვრებაში, მომავალში და სწორ მასწავლებელთან და ანუ სწორ ესე რომ თქვა გზაზე ვინც დააყენებს, მაგ ადამიანთან ურთიერთობა აუცილებელი არის და სკოლებში ძალიან ბევრგან არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, ეხლა რასაც უყურებ, რომ არ არიან სწორი აღმზრდელები. რა მასწავლებელი პირველ რიგში აღმზრდელი არის. ხო, მასწავლებელი არ უნდა გეუბნებოდეს, რომ ცხოვრებაში არაფერი არ გამოვა შენგან. ხო. ანუ მორჩა დამთავრდა, რომელიც ჩემს უთქვათ. მოკლედ, ჩვენი ეპიზოდი სულ ეს იყო, თქვენს დაგვიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ სკოლებში რა უნდა შეიცვალოს, არქი გამოიწერეთ და შევხვდებით მომავალ კვირას. მოიცა, სანამ თქვენ სამეულიდან დიდი ალბათობით. არა, მოდი სამეულს მოგიწევთ ჩემთან. ჩორჩა აგდებს ეხლა. არა, სამეულს მოგიწევთ. ისევ ბარლუპერს გაიძახე? ბიჭო, ეს რა ქვია? ეხლა გადავიღე რაღაცა ეპიზოდები, სადაც ვთამაშობთ ჩაძირობანას და სამივე მინდა რომ იყოთ რა. და წყვილში ვითამაშოთ რა. ბაზარია. ხოძე ხართ? დავაი მე. დავაი. ეგავთ. აბა. აჰა. გადაცემაში მოწვევა ავირთით.